რომ გასაგებია ოცნებას რატო სურს ამაზე აქცენტირება, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ თვითონ არიან პირველად მძიმე მდგომარეობაში ამ მიმართულებით მე შეგახსენებთ რომ თუნდაც დღეს გამოქვეყნდა წერილი კაცის რომელიც ივანიშვილის რაღაცა იმ დაფუძნებელ მამებს შორის ბჭყალებში ოცნების იყო ერთ-ერთი ხო ამ 20 კაცში როგორც თვითონ ამბობს იყო ერთ-ერთი ივანიშვილის პოლიტიკური მარჯვენა ხელი ირაკლი ღარიბაშვილი უკვე თვეებია პატიმრობაში იმყოფება ლილუაშვილი რომელიც იყო მისთვის ალბათ ყველაზე სანდოპირი ასევე ციხეში იმყოფება და როცა ეს გუნდი საუბრობს სხვაზე რომ იქ რაღაცა შიდა რაღაც დაპირისპირება ეს ცოტათი მართლა ირონიული გახლავთ, ცინიკური გახლავთ, პირდაპირ ვიტყვი, გრძელდება მით უმეტეს ეს დევნა. ჩვენ კარგად ხედავთ, რომ მათ შორის სხვა პირებიც ოცნებასთან დაკავშირებულები არიან საფრთხის ქვეშ, მოქმედი პირები სხვათა შორის და არც თუ ისე დაბალი რანგის პირები. ამიტომ ახლა საუბარი იმაზე, რომ აი ვითომ სხვაგან არის რაღაც შიდა დაპირისპირება, ეს არის აბსოლუტური გადატანის ცდელობა, უბრალოდ ყურადღების მათი მხრიდან გულისხმობ, რაც შეეხება ამ ფაქტს თვითონ ამაზე უკვე არაერთხელ გაკეთდა კომენტარი და აღარც საჭიროებს ხო არის რაღაც საკითხები, რაც არის განსხვავებული აბსოლუტურად ფუნდამენტური განსხვავებები არსებობს ჩვენ რო წინააღმდეგობაში ვართ ეს პოლიტიკური ძალები ამიტომაც თანამშრომლობთ ამ ნიადაგზე ძალიან რაციონალურ პრაგმატულ ნიადაგზე რო ვართ წინააღმდეგობაში უზურპატორებს არ ვცნობთ საპროტესტო მოძრაობაში ვართ ჩართულები ეს არის ჩვენი გამაერთიანებელი განსხვავებელი ბევრი გვაქვს თუმცა ეს განსხვავებელი წინაპლანზე წამოვა როცა იქნება რეალურად თავისუფალი არჩევნები ამ ქვეყანაში და მე გადაწყვიტოს ხალხმა ამის მიხედვით ვის დაუჭიროს ხარი ის რომ ეხა მიხეილ სააკაშვილის პოზიცია არის აბსოლუტურად სხვა ნაციონალ-მოძრაობის პოზიცია არის აბსოლუტურად სხვა მათ შორის ჩვენი მემკვიდრეობის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ფიგურის მიმართ დამოკიდებულებები არის აბსოლუტურად განსხვავებული ეს უკვე ძალიან კაფეო გახლავთ და რა შედეგი დადგება ამის ნიადაგზე ამას კარგად ვნახავთ თავისუფალ არჩევნებში ნუ მანამდე კიდევ ეს განსხვავებული აზრები ჩვენ მოვისმინეთ და ეხლა მუდმივად ამაზე კომენტირებას არ მგონია რომ ირაკლი ერთი საკითხზე მინდა ასევე კითხოთ აი დროის ფაქტორიდან გამომდინარე ეს არის კიდევ ერთი განმარტება რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ოცნების მხრიდან მან ახსენა პაპუაშვილი კონკრეტულად ის ახსენებს ბაიდენის ადმინისტრაციას და ამბობს რომ რადიკალურ ოპოზიციას მე მოგიყვებით რადგან არ უშვებ კომენტარს დროის სიმცირიდან გამომდინარე დააკრევინა ბაიდენის ადმინისტრაცია მანდატები დღეს იმკიან ამის შედეგს და უნდა იყოს ეს ბევრისთვის გაკვეთილი და სხვათა შორის სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილების გათვალისწინებითაც საინტერესო იყო რომ დღეს პაპუაშვილი ისევ გაუქმების პარტიების გაგრძალვის თემატიკას მიუბრუნდა და ამბობდა რომ ამ სარჩელის უკან 1,100,000 ადამიანი დგას რა სიტყვით ირაკლი აქედან გამომდინარე რა ტიპის მოლოდინი შეიძლება არსებობდეს სხვათა შორის დღეს უსმენდი ერთ-ერთი ქართული ოცნების ერთ-ერთი დეპუტატის კომენტარს თუ არ ვცდები ბატონი სამხარაძის საგარეო კომიტეტიდან რომელიც ამტკიცებს რომ გადატვირთვა ამერიკასთან დაწყებულია ხო პირველ რიგში ვიტყოდი იმას რომ როცა ვსაუბრობთ ამერიკის პრეზიდენტებზე აგერ ჩემს უკან არის სხვათა შორის ძალიან ბევრი განახილვით ეხლა ნუ ხალხი ჯორჯ ბუშთან მიხეილ სააკაშვილის სურათი ჯო ბაიდენთან, დონალდ ტრამპთან, ჯონ მაკეინთან, არ ვიცი, ყველა ადამიანთან გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, ვინც ამერიკის ხელმძღვანელი იყო ჩვენ პარტიას ნაციონალურ მოძრაობას და მის დამფუძნებელ მიხეილ სააკაშვილს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ღირებულებითი მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატების. მათ შორის დონალდ ტრამპის. რაც შეეხება, ოღონდ ჩვენ რო საუბრობთ სხვა პრეზიდენტებზე, მათთან ჰქონდა საქმიანი ურთიერთობები გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკა დიახაც იყო საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ნაციონალურ მოძრაობის მმართველობის დროს, მიხეილ სააკაშვილის დროს, დონალდ ტრამპი როცა ჩამოვიდა საქართველოს ჩამოვიდა დიახაც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, ამიტომაც ჩვენ უბრალოდ ამერიკა გვაქვს კარგი ურთიერთობები. რაც შეეხება აი ამ ბაიდენის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით რაღაც მანდატების და ეს არაფერ შუაში არ არის რა ადმინისტრაციები რა შუაში არჩევნები გაყალბდა, ხალხი აწამეს და არც რაც არ უნდა მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი იყოს, იმ ქვეყნის პოზიცია არავითარ შუაში არ იყო ამასთან, ხო? ჩვენ მორალურად ვერ შევიდოდი მე მაგალითად ვიყავ ერთ-ერთი არჩეული მანდატის მქონე ადამიანი, მაგრამ მე ვერ შევიდოდი იმ პარლამენტში, რომელიც იდგა მოსყიდვაზე, დაშინებაზე, ხალხის ნების მიტაცებაზე და იმ ადამიანების წინამდე უნდა გამელაშქრა, ვინც ხმა მომცა, ვინც გაიარა საზვერეები, მართლა ზონდერების, არ ვიცი, ნებისმიერი სხვა ტიპის ზეწოლის და მე მოგცა ჩვენ ხმა, მათ შორის მე როგორც ერთ-ერთი ასე ვთქვათ შესაძლო დეპუტატს, ხო, პოტენციურ დეპუტატს იმ დროისთვის და ეხლა მე პირადად ვერ შევიდოდი, რა საჭირო იყო იქ რაღაც ადმინისტრაციების ან ევროკავშირის განცხადებები იმისთვის რომ ეს დამიჯი არ გადამედგა ეს ერთი. მე ძალიან მნიშვნელოვანი გახავთ კიდევ ერთი საკითხი რომ 1,200,000 კაცზე რო ლაპარაკობს პაპუაშვილი რომელზეც თურმე უკან დგას სამიზნე რამდენი კაცი არის სხვათა შორის 1,200,000 არის დიახაც სამიზნე როგორც მინიმუმ ასე ვთქვათ ხო შეიძლება ითქვას იმიტომ რომ
ოპოზიციურად განწყობილი რამდენი ადამიანია, ყველა კოლევაში ჩანს და მათ შორის მათ გაყალბებულ არჩევნებში ჩანს. ყველა მეინსტრიმული პარტიის გაუქმება რო გინდა და იქ კიდევ რო სხვებსაც აყოლებ, ხო? რას ნიშნავს, რომ მილიონზე მეტ მოქალაქეს პასიურ ხმის უფლებას არ თვევ. ანუ აქტიურ ხო, იმიტომ რომ უბრალოდ აქტიურ ხმის უფლებას აძლევ. პასიურ ხმის უფლებას არ თვევ დეპუტატ შესაძლებლად თქვა პოტენციურ პოლიტიკოსებს, მოკლედ რო თქვა დეპუტატის პოტენციურს და იმ ადამიანებს, რომლებიც ხმას გვაძლევენ, არ თვევ აქტიურ ხმის უფლებას. ანუ მილიონობით მეტ ადამიანს შენ ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში ხელს უშლი კი არა, პირდაპირ ეუნები რომ შენ ვეღარ მიღებ მონაწილეობას, იმიტომ რომ შენ ვისაც ხმას აძლევდი, ის აღარ იქნება საპარლამენტო არჩევნებში. ეხლა ამაზე უნდა დავფიქრდეთ ჩვენ, როცა ამბობ 1.200.000 კაცი დგას ამის უკანო. ეს არის კიდევ ერთხელ გაგრძელება იმის, რომ ოცნებისთვის, როგორც ავტორიტარული დიქტატურული მისწრაფების ხონდე ძალისთვის არ არსებობს სხვა საქართველოს. ანუ ჩვენ ადამიანები არ ვართ. არც მომხრეები, არც ის ადამიანები, ვინც არჩეულები ვართ და ეს ადამიანები არ ვარსებობთ. უნდა ქოცების თურმე ოცნების საქართველოს უნდა არსებობდეს, გახსოვებულად მოძრაობდი ადამიანებმა თურმე უნდა როგორც ჩათირიშვილის პირდაპირ იძახიან და დაუტოვოთ აქაურობა და ვერ მივართვი. ვერ ეღირსებიან რომ ჩვენ ქვეყანას დაუტოვებთ ოცნების წარმომადგენლებს. და რო შევაჯამო ეხა ივან განცხადებაში სახელმწიფო დეპარტამენტთან შეხვედრის შემდგომ. ამავე განცხადებაში, რომელიც ჩვენ მეც ვახსენეთ და თქვენც ირაკლი არის საუბარი ფუნქციონალურ დემოკრატიაზე, დარწმუნებული ვარ იცნობს ზედმიწევნით, სადაც ნათქვამია რომ ის საჭიროებს ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს. დიახ, გასაგებია, მაგრამ სამწუხაროდ ბოლო დღეების მანძილზე მე ვისმენ ყველგან რომ თუმე ამ განცხადებაში მარტო ეს ნაწილი არსებობს, ამ განცხადებაში და მე მანამდე არაფერი არ არსებობს. არა, თქვენზე არ უნდა ამბობდეს ჟურნალისტები არ ვაკეთებ. რაც არის ყველაზე მეტად პოპულარული იმ თემაზე საუბრობ თქვენს გასაგებია ჟურნალისტი ხართ. უბრალოდ მე რას ვაუბრობ ხას რომ საჯარო სივრცეში ხა დღეს მაგალითად დილას პასუხობდი კიდევაც ყველა მედია საშუალების კითხვას. საჯარო სივრცეში კითხვის დასმა ხდება მარტო ამ რაღაცა მცირე მონაკვეთზე. და კი ბატონო, მაგრამ მანამდე ვერ წაიკითხა არა პოლიტიკოსების რა თქო რაღაცა ერთმანეთთან დისკუსიაც არსებობს ხო? არა, გულისხმობთ, მაგითო ხალხი რომ თქვენ არ გულისხმობთ, სხვებზე გულისხმობ. არა, პოლიტიკოსების მიერაც არის შექმნილი ამგვარი, თქვათ, ამ საკითხზე საუბრის დღის წესრიგი. არა, მე თქვენ მედიაზე არც დამიდანაშაულობდი ხარ, ამიტომაც ხო. ეს რაღაც ამ კი ბატონო, ირაკლი დაგვიბრუნდი, დაასრულეთ თქვენი სათქმელი და უნდა დაგემშვიდობოთ, დიახ. ხო, არა, მარტივია, იქ წერია ბევრი სხვა რამ წერია. წერია მათ შორის ის რომ შეუძლებელია პარტიები იკრძალებოდეს ქვეყანაში, პოლიტიკური ოპონენტები იდევნებოდნენ, თავისუფალი სიტყვა აღარ იყოს, ესეც იკითხება, ხო? და ფუნქციური დემოკრატია ხო კრიზისი არის ქვეყანაში, კრიზისს აღიარებს ყველა და კრიზისი რო გადაიჭრება, რა თქმა უნდა, მე ხა კრიზისი თუ არ იქნა, პარლამენტში უნდა იყოს პოლიტიკოსი, აბა სამ უნდა იყოს, ეს იგივე სოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთელს თამაში რო არ უნდადეს. დიახაც გვინდა რომ არჩევნებიც სტარტდებოდეს ამ ქვეყანაში და არჩევნების შედეგად კომპლექტდებოდეს შესაბამისი ინსტიტუციები, მაგრამ თუ აწამეს ადამიანები თუ დაიჭირეს ახლა მიხეილ სააკაშვილი თუ პატრონობაშია ლევან ხაბეიშვილი და ირაკლი ნადირაძე არ ვიცი ზვიად კუპრავა და ამდენი ჩვენი ლიდერი და წევრი მე როგორი არჩევნები ტარდება კარგად ესმით ამერიკელებს არ არიან გულუფრთხილოები რომ შეუძლებელი არის ოცნების ნაბიჯების გარეშე ვისაუბროთ კრიზისის განმუხტვაზე მარტო ოპოზიციის რაღაც ეგრეთ წოდებული პარლამენტში ყოფნა არ ყოფნით არ წყდება ის კრიზისი რაც არის ამ ქვეყანაში. დიდი მადლობა ირაკლი, დაგემშვიდობები. ირაკლი ფავლენიშვილი საუბრობდა ჩვენს ეთერში 5